მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალი მანქანის აწყობას. სამხედრო ჯიპი არის ჰაიმარს, ხო? ჯიპი არა, სატვირთო. ჯიპი კი არა და სატვირთო, ხო, შემეშ. ესე ქენი, ხო. ხო. ისევ მენგის წარმოება არის. მენგზე სილაპარაკებს. ხო. თქვენ მანამდე არხია გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ და კომენტარით გააზიარეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ 10000 გამომწერზე ძალიან მაგარ მანქანას გავჩვენებთ, რომელიც 10000 ისა 1.8 მასშტაბშია და მოკლედ ნახოთ რა იქნება რა. მოგესალმებით. დღეს განსხვავებული პროექტი გვაქვს, განსხვავებული პირველი სატვირთო. პირველი სატვირთო ავტომობილი არის, აგერ სამხედრო. თან სამხედრო. ჰაიმარსი. თვითონ ავტომობილი არის. ესე იგი, High Mobility Artillery Rocket System. რაკეტის სისტემა. ხო. ხო. რა მინდა რომ ვთქვა რა? სამხედრო артиллерия უგამგი. სამხედრო მანქანებს და ტექნიკას ნახვები აქვს ხო? სხვათა შორის ნახვები აქვს, თან მენგის ფირმის არის. წინა მანქანას მე წინა აი სამხედრო ჯიპს რო ვაწყობ. ეგეც მენგის ფირმის არის, ცადე. ხო, კარგი გამოვიდა. ძალიან კარგი და ხარისხიანი გამოვიდა. ხო. დეტალიზაციაც. აი როგორ არის იცით? როგორ ამა? ესე იგი ნაწილები ერთი მეორეზე ისე კოხტად და ლამაზად ჯდება, რომ აი ცდომილება არ აქვს. მაგას მე გინდა უხსნა, ცდომილება რას ნიშნავს? ახსენი. აი ხშირად არის ხომე რომ ნაწილები ერთმანეთს არ ემთხვევა. და ისა რა ქვია, ზუმფარის ქაღალდის სკულკა და რაღაცები უნდა რა. ხო. და ამას არ ჭირდება. ამას რა ვიცი, აი ხო წინა მოდელზე ამაზე არ ვიცი, მაგრამ არ დამჭირვებია საერთოდ. მას არ. ხო. განსხვავება იმისა, რომ აი რეველის მანქანები მაგალითად რაც მქონია უმეტესობაზე სკურკა, შპაკლი და რავი რეებს. ყველაზე მაგარი იყო ნოვარო ქონდა. ხო, ნოვაზე არ დამჭირვებია კი ბატონო. ყველაზე ძალიან ვიწვალე იმაზე დოჯზე. ჩარჯერზე კი ბატონო. ფორსაჟის დოჯზე. პირველი მანქანა იყო ეგ ჩვენთვის. საერთოდ პირველი მაგით დავიწყეთ. ხო, საერთოდ მანქანა მანამდე აწყობილი არც სამქონია. კაბინა. კაბინა. რა პატარა 1.72 მასშტაბია. ხო, თან მასშტაბიც განსხვავებული არის, მაგის თქმა დამავიწყდა. მასშტაბიც განსხვავებულია 1.72-ია, ну საკმაოდ პატარა არის ზომაში. და იმედია გამომივადა დეტალიზაცია აქვს სასწაული. ნახოთ რა. ხო, მე იმიტომ არ ვლაპარაკობ ბევრს რამდენად გამოჩნდება, იმიტომ რომ ძალიან პატარა მე არის. იმიტომ არ ვლაპარაკობ ბევრს, რომ აწყობის ამბავი ამის ის არის. ამან უნდა ილაპარაკოს. შეხება უფრო ამას აქ ვიდრე მე ამასთან. აი კაბინა და ზაკლოპკებიც კი იმდენად დეტალურადაა გამოყვანილი. მაგას ქართულად რა ქვია? მოკლედ საღონჩინელებს რა. სხვათა შორის ერთი რაღაცის თქმა მინდა. ჩინელებზე. აბა მიდი. 95% თუ არა მეტი. საკოლექციო მოდელების და ასაწყობი მოდელების. ხო. წარმოებული არის ჩინელების. კი. რო იცოდეთ. ადრე რო იყო რომ აუჩინურია და რა. ხო, ნახე დაჟე მექანიზმი აქვს, რომელიც რო იტრიალებს. ეგაია. ხო, აი ადრე რო იყო რომ აუჩინელებს ბანზი პროდუქცია, ეგრე აღარ არის. საკმაოდ ხარი დაჟე აი ეს ეტლით რომელიც ელექტროა და რომელშიც ვზივარ ჩინელების აწყობი. აი რამა ეს ზარა და მთელი უკანა ხიდი. ხო. აი ხიდები დაჟე. ისინი რისთვის გიდევს იქ? წინა ისა. ხო? ეგენი რისთვის მიდევს და მაგითი უნდა შევღებო, დავაწებო. ეგეც რო ვთქვათ რა. კი ბატონო, ეს თავისი ახსნა განმარტებით. ინსტრუქციაზე რა მაინტერესებს? ისი რამოდენიმე ენაზეა?
ინსტრუქცია კი ბატონო რამოდენიმე ენაზე არის, ანუ ჩინურად და ინგლისურად. კონკრეტულად რო ვთქვათ რა. ჩინურად არ ხო, ეხლა რაც შეეხება რა არის საჭირო და რატომ დავალაგე ესენი. აგერ აი თუ დააკვირდებით, კარგად ჩანს, რომ აქ არის საჭირო მკვნეტარა, ეგ მაგარი რამეა. აგერ პირველივე ესწევს მკვნეტარა. დანა რომელიც აქვე გვაქვს აგერ დანა საკანცელერიო დანა. საკანცელერიო დანა, პინცეტი და აგერ უბრალოდ ესენი ეს ცალკე დავდოთ წებოები. აგერ არის ახსნილი ყველაფერი კარგად ჩანს, რა ინსტრუმენტები გჭირდებათ. პლუს მაგასთან ერთად რა როგორ უნდა მოჭრათ და ასე შემდეგ, ეგეც განმარტება არის მაგისი. რაც ნუ ეხლა რეველის და ტამიას ასაწყობ მოდელებშიც არის ნაჩვენები. მაგრამ ეგ დეტალურად არის. არის. არა, ეგ დეტალურად არის. დაჟე დეტალურად არის. იქაც დეტალურად არის. თან იქ საღებავებს თავისი ნუმერაცია აქვს მინიჭებული. მით უმეტეს რო აგერ ყველა საღებავს თავისი ნომერი აქვს. აი ეგ თუ დააკვირდებით, აგერ. ეხლა ნახე, მაშინ მოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. ვისაც გაინტერესებთ. რა საღებავები უნდა იხმაროთ, აწყობის დროს რეები უნდა იხმაროთ და რაღაცა ჩვენ გვიდევს სპეციალური ვიდეო არხზე. შარშან ჩავწერეთ? ხო, შარშან ჩავწერეთ. რომელიც არის დეტალურად ახსნილი. იმის მერე დრო კი გავიდა და ბევრი კაი რაღაცები დავამოგვით. ვაფშე შეიძლება მეორე ნაწილიც გავაკეთოთ მაგისი. კი ბატონო. ხო, პლუს მაგასთან ერთად აგერ ფუნჯები, ეგრეთ წოდებული შპილკები, რითიც ეს არის ნუ დაიჭიროთ შეღებილი დეტალი რა. შესაღები დეტალის. ან შესაღები, ან შეღებილი დაამაგროთ უბრალოდ რომ გაჩნდეს. და აეროგრაფი. აეროგრაფი არ მომიტანია. იცით თქვენ რაც არის აეროგრაფი ნანახი. რითიც შეიღებება. თავარი ინსტრუმენტია ეს. ხო. რითიც შეიღებება, ხო. პლუს მაგასთან ერთად აგერ ინსტრუქციაში საკმაოდ გარკვევით არის მინიშნებული სად რა დეტალი უნდა დაყენდეს და როგორ უნდა დაყენდეს. და ეგ ძალიან კარგი რაღაცა არის. მოკლედ სულ ეს არის რა, ეხლა მეც აღარ გავაგრძელებ საუბარს, დავიწყებ აწყობას. ხო, ამას შენის ნებართვით ბატონო გუჯა. ეგრე ვქნათ. მაგრამ მაინტერესებს რა გამოვა. საერთო ჯამში უნდა გამოვიდეს აი ეს. ეგ შავთეთია, იმას აგერ აი ეს. ეგ უკვე კაი. აი ეს უნდა გამოვიდეს საერთო ჯამში. აი, უკანა ფონზე კიდე მინიშნებული არის რა პრათ უნდა შეიღებოს. 5 კაცო. ხო, 5 წერია, აგი. დაჟე აი ნახე. ნუმერაცია აქვს და ყველაფერი მინიჭებული, როგორც ეს დანომრილი არის საღებავები. სად რა დეკალი უნდა დაეკრა. სხვა კიდევში ეგრე დეტალურად არის, აი, ამაში და საბურავები რა თქმა უნდა რეზინის არის, აგერა დრეკადი არის, ადვილად. თავისი შუშებიც მოყვა, რომელიც ჩადგება მერე. და აგერ აქ არის დეკალები. ყველაფერი კოხტად და ლამაზად არის შეფუთული რა. და რავი, ნახოთ, იმედია კარგი რაღაცა გამოვა ამ საქმით. ეხლა დაგემშვიდობები და ხო, წეგან თქმა დამავიწყდა. და ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დონაციითაც დაგვეხმაროთ ხოლმე. კი ბატონო. თქვენ იცით რომ დონაციის დროს ძალიან მაგარი მანქანები იჩიტება ჩვენთან. კი ბატონო, ნამდვილად ეგრე არის. კარგით, მოკლედ კადრს ახლა გადავიტან. ეგრე კი. როგორც ვაკეთებ ხოლმე ისე, რომ კარგად გამოჩნდეს დეტალები, რაც როგორ ვაკეთებ. ეგრე კი.